წლის გამო კურსიდან გაირიცხა ეკონომიკის ტესტირება ფიზიკურ მეთოდებით გრძელდებოდა 9 კვირის განმავლობაში საერთო საჯარისო ტაქტიკას თეორიულ ცოდნაში პრაქტიკულ სავარჯიშოებში აქედან გამომდინარე ყოველი თითოეული ეს არის უბრალოდ მინდორ დავიდეს თითოეულ ადამიანს თვითონ ფიქრობ ეს არის უნიკალური კურსი თუნდაც უცებ სტუმრიანობაა ამ პერიოდში ავსტრიაში გამუშავოთ მაგმარტიანოს დისციპლინის გამყარებაში წესრიგი დაწინაურება ეს უნარჩვევები ეს გამოსვლას და ფილმობა რისაც საჭირო საქმეა ფანერობა ინსტრუქტორებსა და ყველა ვემსახურები საქართველოს ეს არის კომბინირებული კურსი მომავლისათვის უფრო განვითარდება დაიხვეწება და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ ასე ვთქვათ სასურველ შედეგს რასაც ქვია კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი რომელიც იმოქმედებს როგორც საბრძოლო პირობებში ისე სამშვიდობო პირობებში რომელსაც ექნება თავი გარკვეული ამოცანა ეს უკვე რიგით მეორე კურსია როდესაც სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა ეუფლება სამხედრო და ასევე სამოქალაქო პოლიციის და იურიდიული საკითხების უნარჩვევებს მე მინდა მიულოცო ყველა კურსდამთავრებულებს ის წამოწყება რომელიც გვაქვს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეს გაგრძელდება ასევე დაგეგმილი გვაქვს რომ სამხედრო პოლიციის კურსი ჩამოყალიბდეს როგორც სკოლა მინდა მიულოცო კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათ პროფესიული განვითარების და კარიერაში პროფესიული განვითარების და კარიერაში აუცილებლად გამოადგებათ მათ წინაშე დასახულ რთული ამოცანების გადაწყვეტაში და ზოგადად სამხედრო პოლიციას დაეხმარება უფრო ორგანული ნაწილი გახდეს. ეს იყო ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციური ღონისძიებების გაცნობას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, ეს იყო მეორე ღონისძიება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად საკმაოდ კარგი პროექტი გამოგვივა. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარა ჩვენ საკუთარ ჩვენი მხრივ ჩვენ გამოცდილებას და ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ საქართველოს შეერაღებული ძალების გაძლიერებისთვის, სამხედრო პოლიციის განვითარებისთვის.